რატომ იზრდება ამერიკიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების ღირებულება და რაც მთავარია, როგორც ფასებთან დაკავშირებით, ისე რეალიზაციის ნაწილში, როგორი მოლოდინები აქვს თავად სექტორს. ალექსი ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად და სწორედ მასთან ვისაუბრებთ ამ და არა მხოლოდ ამ თემებთან დაკავშირებით. ბატონო ალექსი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ბატონო ალექსი, ჩვენ თუ შევხედავთ ერთწლიან ჭრილში, გაზრდილი არის მეორადი ავტომობილების, იმპორტირებული მეორადი ავტომობილების საშუალო შეწონილი ღირებულება. ზრდა პრინციპში დიდი არ არის, საშუალოდ $200-დან $300-მდეა ერთ ავტომობილზე ღირებულება გაზრდილი, თუმცა ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. საკმაოდ ახლა ისეთი დიდი ზრდა არა გვაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ამ თემით დაინტერესება გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს, უმნიშვნელო ზრდა არის საშუალო ზრდა იმპორტირებული ავტომობილების, აი რასაც ვერ ვიტყვით მაგათად რეექსპორტზე უფრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო დიდი არის ამ წლების განმავლობაში განსხვავება. თუ ქონდა საშუალო ფასი $9,000, $10,000, ახლა რეექსპორტის ფასები უკვე $19,000-20,000 არის საშუალო ფასი. ძირითადად ეს იმითი არის განპირობებული წლების მიხედვით ესეთი ზრდა, რომ უახლოესი მოდელები არის საჭირო უკვე, მოთხოვნა უახლოეს მოდელებზე, ბევრმა ქვეყანამ გარკვეული რეგულაციები მიიღო საკანონმდებლო, რომელიც გრძელავს 10 წელზე მეტი ავტომობილის შეყვანას და ასე შემდეგ და ფაქტიურად ემისიის რეგულაცია, გადასახადები და ყველაფერი პერიოდულად ტრანსპორტის ხარჯებიც იზრდებოდა. ახლა ბოლო წლების განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში კი კონტეინერის ფასი შემცირდა, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში სადღაც ზოგიერთი გადამზიდველის მონაცემებით 5-10%-იანი ზრდა არის, მაგრამ ერთი წლის ჭრილში თუ დავაკვირდებით, საკონტეინერო გადაზიდვები, შედარებით ფასი საკონტეინერო გადაზიდვები შემცირებულია. ბატონო ალექსი, ძალიან საინტერესო არის თვითონ მონაცემებს რაც შეეხება საშუალოდ იმპორტირებული ავტომობილის ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება $12,200-დან $12,500-მდე მერყეობს. ძალიან საინტერესო არის აი ამ მონაცემის გათვალისწინებით დღეის მდგომარეობით საქართველოს აი ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, რომელ ავტომობილებზე, რომელი კლასის ავტომობილებზეა გადართული და რომელ კლასს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ ვართ რაღაც ეკონომ სეგმენტის მომხმარებლები თუ უკვე გადავდივართ ამ კლასიდან. შიდა მოხმარებაზე თუ არა, რეექსპორტის მიმართულებით. რეექსპორტი ახლა ძირითადად მაინც ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან მოხმარებლები და არის როგორც ეკონომიკური ეკონომ კლასის, ისე უფრო ბიზნეს კლასის მომხმარებელი, იმიტომ ვამბობ, რომ გაიზარდა საკმაოდ ფასები რეექსპორტზე საშუალო ფასი ავტომობილების, იმიტომ რომ უფრო ძირითადად ჩვენ მეზობელ ქვეყნებში მიყავთ მაინც ბიზნეს კლასის ავტომობილები. ამაზე არის მოთხოვნა და ნაკლებად ეკონომიური კლასის ავტომობილებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენს გარდა კიდე სხვა ქვეყნებიდანაც დუბაიდან შედის ავტომობილები, შედის ჩინეთიდან. თუ ეხლა ელექტროავტომობილებზე ვისაუბრებთ, უფრო ხდება ჩინეთიდან, ის რაც უფრო ეკონომიურია და უფრო დაბალბიუჯეტიურია და ის კლასი, რომელიც არის დასავლური ტიპის, ანუ დასავლეთის წარმოების ავტომობილები ბიზნეს კლასის, დიდი ნაწილი აქედან შედის. საკმაოდ დიდი სეგმენტი გვაქვს, ეს ნაწილი ათვისებული საქართველოს. თორე იქ გამოწვევები ვის ხელში გადის და როგორ გადის, ალბათ ამაზე კითხვას დამისვავთ კაცრავად და მე ვისაუბროთ უკვე რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ. კი ბატონო, გამოწვევებზე აუცილებლად გადავალთ. მანამდე მინდა თავად სექტორის პოზიცია გავაჟღერო, რომლებიც რეალიზაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუმცა თუ ასევე სტატისტიკას მოვიშველიებთ, იმპორტის ზრდა გვაქვს ამ ნაწილში და ასევე გვაქვს რეექსპორტის ზრდაც. საშუალოდ ეს არის 5-დან 10%-მდე. ძალიან საინტერესო არის, ანუ როდესაც გვაქვს ამ მიმართულებით სტატისტიკის ზრდა, მაშინ რატომ საუბრობს სექტორი რეალიზაციის კლებაზე? აი, სად არის აქ გარკვეულწილად გამოსავალი და ლოგიკა? კი ბატონო, აი სტატისტიკური მასალა არ აღრიცხავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ავტომობილი ვის ხელში გადის, ხო? ადრე ლოგისტიკურ ჯაჭვში აქტიურად იყო ჩართული ქართული დილერი, ეხლა ლოგისტიკურ ჯაჭვში ქართული დილერი როგორც ასეთი დიდწილად ამოვარდა.
ჩამოდის ისევ ყაზახი დილერებისათვის ეს ავტომობილები, იზრდება იმპორტის რაოდენობა, რეექსპორტის რაოდენობა, მაგრამ საერთო ჯამში რა სარგებლობს ქვეყანა და რა რჩება ქვეყანაში, მთავარი გამოწვევა ეხლა ეს არის და ეს არის მთავარი ამოცანა, რომ ამის ანალიზი გავაკეთოთ, სწორი შეფასება და დასკვნების გამოტანა შევძლოთ, ხო? ეს არის პრობლემა. ტრიალებს ეს ფული ქვეყანაში, მაგრამ რამდენი შემოდის, რამდენი გადის, მნიშვნელოვანია რომ ავურიცხოთ, მაგრამ მთავარი აქედან რამდენი რჩება ქვეყანას. ეს არის მთავარი. ამ ბიზნესიდან რამდენი რჩება. ადრე წინა წლები რო ავიღოთ, უფრო მეტი რჩებოდა ქვეყანაში, იმიტომ რომ დამატებითი ღირებულება იქნებოდა. ეხლა დამატებითი ღირებულება არ იქნება. პლუს მაგას მოგებაც გადის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ. რამ განაპირობა ის მიდგომა და გარკვეულწილად ის ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს. გულისხმობ იმას, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ქართველი დილერები ჩაანაცვლეს შუა აზიელმა დილერებმა ამ ნაწილში. ჩვენ ასევე ვიცით, იყვნენ რუსი დილერები და ეხლაც რჩებიან ბაზარზე. რამ განაპირობა ეს დინამიკა? მოდი დავაკონკრეტოთ, რომ რუსეთში რეექსპორტი აკრძალულია. კი ბატონო. თუ რუსეთის და ასევე რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული რეექსპორტის რეჟიმს ვერ განახორციელებს რუსეთის მოქალაქე. მოდი ესე ვთქვათ, მაგალითად ყაზახეთში რო გაიყვანოს რუსეთის მოქალაქე ვერ შეძლებს ამას. მარტო რუსეთში არ შეიძლება, არამედ აკრძალულია. ეხლა ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, რას თუ არიან ასეთი რუსი დილერები, მაგრამ ყაზახი და ყირგიზი დილერები რო არიან და ისინი აქტიურად კონკურენციას უწევენ ქართულ დილერებს, ეს უკვე ფაქტია, ამაზე ღიად საუბრობენ ქართულ დილერები და დახმარებასაც ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაციის ასე ვთქვათ, მეშვეობით სახელი და ყველა ეთერში ამას საუბრობთ, თავრობის წინაშეც ამ საკითხს ვაყენებდით, როგორც ეკონომიკის სამინისტროს წინაშე, ისე ფინანსთა სამინისტროს წინაშე, რა ვიცი, ამ თემას მიხედვა უნდა, გადაწყვეტა უნდა, იმიტომ რომ ხვალე შეიძლება ბაზარი საერთოდ დავკარგოთ. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ბიზნესი რა თქმა უნდა მოგებაზია ქართული აფორიაზრი არ არსებობს, მაგრამ ერთი მაინც უნდა დავაკონკრეტოთ, ანუ მაინც უნდა დავაკონკრეტოთ ზოგიერთი საკითხი. მაგალითად ის, რომ როდესაც ლოგისტიკურ ჯაჭვში იყო ქართული დილერი, ბიზნესი მარტო მოგება ხო არ არის, ასევე რისკი არის ზარალს და წაგებს, ხო? თუ იყო პერიოდები, როდესაც აკებდა ეს ბიზნესი და ზარალს მიდიოდა, კომპანიასთან ერთად რისკს ინაწილებდა ქართული დილერიც. მას შემდეგ რაც ქართული კომპანიები, მე წარმატებამ უნდა უსურვო, ჩათვალეთ, რომ მე როგორც ასოციაცია, როგორც გულშემატკივრობს დილერებს, ისე გულშემატკივრობს ბაზრობებს და კომპანიებს ლოგისტიკას. მაგრამ გამოწვევა რა არის, რომ გამოწვევა ის არის, რომ როდესაც დარჩება ქართული ლოგისტიკური კომპანიები მხოლოდ იმედად უზბეკი თუ ყაზახი და ყირგიზი დილერების უცხო ქვეყნის მოქალაქე. აი რისკი იმისი ზარალის გაინაწილებენ მხოლოდ თვითონ ქართული კომპანიები. რატომ ვერ აღმოჩნდა ქართველი დილერები კონკურენტუნარიანი? რატო ვერ აღმოჩნდნენ და დავიწყოთ იქიდან, რომ კომპანიები გარკვეულწილად შემოვიდნენ დილერების სეგმენტში. ყველა ბიზნეს გამსხვილება ერთი რო დავიწყოთ პირველი ფაქტორი, გამსხვილება ახასიათებს რა და მოდი ასე ვთქვათ, რომ იგივე 2023 წელს ახლა უკვე შეგვიძლია ეს ასე დადასტურებულად ვთქვათ, რომ ანალიზი გვიჩვენებს 2023 წელს კომპანიამ რო ჩამოუყანა ქართულ დილერს, პარალელურ რეჟიმში მას მიმართა ყაზახმა დილერმაც. ეს ყაზახი დილერი ის დილერია, ვისთვისაც ამ ქართველმა ჩამოიყვანა. ფაქტიურად ჩვენ 60,000 ერთეულით მეტი ავტომობილი შემოიყვანეთ და რატომ? იმიტომ რომ პარალელურად არა მარტო ჩამოყავდა ქართული კომპანიების დახმარებით ქართულ დილერს, რომელიც უნდა ყაზახზე გაეყიდა, ან ყირგიზზე გაეყიდა. არამედ ვისთვისაც უნდა მიეყიდათ ეს ავტომობილი, იმასაც ჩამოყავდა. თავისთვის უკვე ქართველი დილერის გვერდით წავლით. გამოიწვია ის, რომ 60,000 ავტომობილით მეტი გვაქვს. ქართველი დილერი ამოვარდა და დარჩა თამაშგარებ მდგომარეობაში. ეგ ერთი, მეორე, აქ ახლა ნაწილ გვისმენენ ალბათ ჩვენ გადაცემას უსმენ, თქვენ გადაცემას უსმენენ ახლა ქართული დილერებს, აქ ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც არის. ქართული დილერების და დარგის ბრალი არის. წლების განმავლობაში ჩვენ არ ვაქცევდით ხარის ყურადღებას. მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა რაც გადის ყაზახი დილერის შემთხვევაში და მიდის იქ იმ ქვეყანაში უკეთესი ხარისხისა და რაღაცა მათ ხელში გაუმჯობეს და იგივეა, მაგრამ გარკვეულწილად ხალხმა მოდი ვაღიაროთ, რა ცოტა გამხელი ჯობია, დავკარგეთ დობა დავკარგეთ. და ეს ძირითადად გამოწვეული იყო ხარისხის გამო. თუ ჩამოდიოდა ისევ დილერების ნამბობიდან გეუბნებ, თუ ჩამოდიოდა უცხო ქვეყნის მოქალაქე
უცხო ქვეყნის დილერი ჩამოდიოდა და ყიდვა უნდა და Mercedes-ი და მიყავდა BMW და ამასაც ვერ ასხვავებდა, დღეს ეს რადიკალურად სხვა მდგომარეობაა, ხო? აქ უკვე ხარისხზეა საუბარი, რამდენად ჩვენ კონკურენტუნარიანი რო გავხდეთ, რამდენად ხარისხიან პროდუქტს მივაწვდით, რომ დობა დავიბრუნოთ უშუალო მყიდველს, არა დილერის, ხას უსმევ, დილერის, არამედ მყიდველის, რომ ისინი ყაზახი საუბრობს ყაზახის ენაზე. კიდევ თქვა ამბობ, ყაზახმა შეიძინა ყაზახისაგან არ ნიშნავს, რომ უკეთესი ხარისხი ან დაბალი ფასია. არა. უბრალოდ აქედან ამოაგდო ლოგისტიკური ჯაჭვიდან ქართველ დილერი, იმიტომ რომ ის მყიდველის ენაზე საუბრობს. და შეთანხმება შეუძლიათ, მოდი ესეც დავამატოთ. ბატონ ალექსი, ტრადიციულად ძალიან საინტერესო ანალიზისთვის მადლობა. თქვენ მაყურებელს შევახსენებ, ალექსი ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით საავტომობილო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.